მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ გამონახეთ დრო და მობრძანდით ჩემს მოსასმენად. როგორც იყო დაანონსებული და როგორც ხართ საქმის კურსში, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმ გარკვეულ ასპექტებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა შაშკინის მმართველობის პერიოდში განათლების სისტემაში. მე პირველ რიგში თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ყველა დირექტორი, აბსოლუტურად ყველა დირექტორი, რომელიც შაშკინის მინისტრობის პერიოდში გათავისუფლდა, მათ შორის ისეთებიც კი, რომლებსაც მართლაც ჰქონდათ სერიოზული დარღვევები, არიან პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი. ეხლა ჩემი განცხადება, რომ აბსურდადაც ჩაითვალოს და გავგებრობა არ გამოიწვიოს, თუ დარღვევებიც ჰქონდათ, მაშინ რაღაცომ არიან პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი, მე მინდა მცირე განმარტება გავაკეთო. ის დირექტორებიც კი, რომლებიც სერიოზული დარღვევების გამო მოიხსნენ, რეალურად არ იქნენ მოხსნილი იმ დარღვევების გამო. რეალურად მათი გათავისუფლება მოხდა პოლიტიკური არასანდოობის, ასე ვთქვათ, ბრძოლებში პოლიტიკური ნაციონალების მიმართ პოლიტიკური არასანდოობის ნიშნით. რადგან პოლიტიკურად სანდოდ მიჩნეულ დირექტორს ნებისმიერი, მე ამას ხაზი მინდა გაუსვა, რატომ ადამიანს კაც არ მოკლავდა, ნებისმიერი დარღვევა ეპატიებოდათ. ამიტომ ყველა სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი გათავისუფლებული შაშკინის მინისტრობის პერიოდში თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. პირადად თქვენი გათავისუფლების მიზეზებზე რომ გითხრათ, 154. კატეგორიული უარი განვაცხადე და ისე წამოვედი, რომ არ გამხვდარ ვარ ნაციონალური მოძრაობის წევრი. არც ერთხელ მიუხედავად ბევრი შეთავაზებისა და საკმაოდ კაცრი ტონით შეთავაზებისა, არც ერთხელ მე არ დავთანხმდი გამხდარიყავი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და საერთოდ მე მიიღო მონაწილეობა იმ ბინძურ პროცესებში, რომელიც უძღვოდა არჩევნებს, ასე ვთქვათ, თანზდებდა არჩევნებს ნაციონალების პარპაშის პერიოდში. თამამად შემიძლია ვთქვა და პირველ მთელი კოლექტივი ამის მოწმე, დღეს ის კოლექტივი მუშაობს, აგრძელებენ მუშაობას. ჩემი მოღვაწეობა 154 სკოლაში დაიწყო დირექტორის კაბინეტში მიხეილ სააკაშვილის სურათის ჩამოხსნით. და არა იმიტომ, რომ ამით მე ვინმეს რამე დავუმტკიცე, უბრალოდ მე ვთქვი, რომ სკოლა უნდა იყოს დეპოლიტიზებული და არ არის აუცილებელი იყოს პრეზიდენტის სურათი, ვინც გნებავთ იყოს პრეზიდენტი. ეს კონკრეტულად სააკაშვილზე არ მქონდა საუბარი. და ამან რა თქმა უნდა გამოიწვია ნაციონალების მხრიდან დიდი ხმაური და დიდი უკმაყოფილება ჩემს მიმართ. გარდა ამისა, მე ყოველთვის ღიად გამოვხატავდი, რომ მიმაჩნდა უდიდეს სიბინძურეთ, ეს განსაკუთრებით ნაციონალების ბოლო პერიოდში დაიწყო ძალიან აქტიურად და მიმაჩნდა დიდ სიბინძურეთ, როცა ხდებოდა მოსახლეობის აღწერა და მათი პოლიტიკური სანდოობის დადგენა. მე კატეგორიული უარი განვაცხადე პოლიტიკური ნიშნით მომეხსნა სამსახურიდან 9 თანამშრომელი. ხოვდნენ ამას? კატეგორიულად. და არა მარტო მე. ეს როდის ხდებოდა? ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაცია განათლების სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან შეთანხმებით. ეს ფაქტობრივად იცით რა არის? მე კი ვიტყვი, რომ ეს ხდებოდა ნაძალადევის რაიონში, მაგრამ ასე გამოყოფა სამართლიანად არ მეჩვენება, რატომ იცით, რატომ უნდა მოიხსენიო აუგად მხოლოდ ნაძალადევის რაიონული ორგანიზაცია, როცა ამას აკეთებდა ყველა. განათლების სამინისტრო შაშკინის მმართველობის პერიოდში ფაქტობრივად იმართებოდა ნაციონალური მოძრაობის ოფისებიდან. მე ეს თამამად შემიძლია ვთქვა. მე კონკრეტულ გვარებს არ დავასახელებ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გამოდის, რომ მხოლოდ ეს ადამიანები არის გამომყავს მე, ასე ვთქვათ, დამნაშავეებად, მაგრამ ეს ასე არ იყო, ეს იყო დანერგილი პრაქტიკა, რომელიც ხდებოდა ყველა რაიონში და არა მარტო თბილისში. პერიფერიებში კიდევ უარესი ხდებოდა. პერიფერიებში რომ უარესი ხდებოდა, მე ამის დასტურად შემიძლია მოვიშველიო ეს ფაქტი და იმით დავადასტურო, რომ უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში, 1 ოქტომბრის არჩევნებისას, მე გახდით პარტია თავისუფალი საქართველოსთან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამბროლაურის რაიონში, ეს რაჭაში. ეს, იქ იყო საშინელი ზეწოლა პედაგოგებზე, ბავშვების ძალით გამოყვანა, ასე ვთქვათ, როდესაც იქ ჩამობრძანდნენ მერაბიშვილი, ბაქრაძე და ასე შემდეგ და ესე ვთქვათ, პოტიომკინის სოფლის შექმნა, თუ როგორი კმაყოფილია ხალხი და როგორი აღფრთოვანებულია ნაციონალების მმართველობით. ასე რომ მე მხოლოდ ამიტომ ვიკავებ გვარების დასახელებიდან თავს და არა იმიტომ, რომ ვინმეს კონკრეტულად ვერდები, უბრალოდ ხდებოდა ყველგან და გამოვყოთ მხოლოდ 1 და 2 ადამიანი, ეს მეჩვენება მე უსამართლოც. გარდა ამისა, შაშკინის მმართველობის პერიოდში განათლების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ხდებოდა სრულიად გაუგებარი გადანაწილება როლების. პირველ რიგში
რეალურად სამინისტროს კი არა სფეროს განაგებდა ვინმე გენრიეტა მუმლაძე, რომელიც გახლდათ სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი და შაშკინის პირადი ნდობით აღჭურვილი პირი. რეალურად ეს ქალბატონი განაგებდა ყველა პროცესს. გარდა ამისა, დანერგილი იყო პრაქტიკა, რომლითაც უგულებელყოფილი იყო არა მხოლოდ ზნეობრივი, არამედ იურიდიული ნორმებიც კი, კერძოდ ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში და დარღვევა შეიძლება კონდეს მართლაც დირექტორსაც და თანამშრომელსაც, ხომ? რაღაც დარღვევა საგანცდარიო ხასიათის და ასე შემდეგ. აბსოლუტურად შეჩერებული იყო ისეთი ზომები, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული ადამიანის მიმართ, როგორიცაა შენიშვნა ჯერ, შემდეგ საყვედური, შემდეგ სასტიკის საყვედური. პირდაპირ ხდებოდა გათავისუფლება პიროვნების, რა თქმა უნდა, ვიმეორებ პოლიტიკური არასანდოობის შემთხვევაში. ოფიციალური მიზეზი ყველასი, აბსოლუტურად ყველას ოფიციალური მიზეზი არის დარღვევები. დარღვევის აღმოჩენა კი ნებისმიერ დროს შეიძლება გააჩნია რა სახის დარღვევა. მე შემიძლია თავამად თქვა, არც ერთი ფინანსური დარღვევა, ეს რომ ყოფილიყო წარმოგიდგენიათ გენინსპექციის აქტში რა ამბავი იქნებოდა, არც ერთი ფინანსური დარღვევა არ ქონია. საკანცელარიო ხასიათი 2009 წელს რომელიღაც ჟურნალზე, რომელიღაც გრაფაში რომ მოვაწერე ხელი, მეორე გრაფაში დამიწყნია, ეს ნამდვილად იყო და ბუნებრივია, ვისაც უმუშავია სახელმწიფო სამსახურში, აი დღევანდელი მე მინდა მიმართო დღევანდელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს, ბატონ ალუდა გოგლიჩიძეს, რომელიც ასევე გახლდა სკოლის დირექტორი. მას არ ქონია დარღვევა. ბუნებრივია ქონია, იმიტომ რომ შეუძლებელია ხან სადღაც ხელის მოწერა შეიძლება დაგავიწყდეს, ან რაღაც იქ საკანცელარიო სამხედრო კანცელარია ტრიალებს რაღაც იქნება, მაგრამ რასაც ქვია სერიოზული დარღვევა, ასეთი დარღვევა თავად შემიძლია თქვა, რომ მე არ მქონია და არა მარტო მე. ბატონო 2012 წლის აპრილი. როცა მე მიმაჩნია, მე დავიწყე შაშკინის მმართველობის მოკლე მიმოხილვით, იმიტომ გავაკეთე ეს, რომ რასაც ახლა ვიტყვი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დღევანდელი ხელმძღვანელობის მიმართ რა დაუკმაყოფილებლობის გრძნობაც მაქვს, ეს არ მინდა ვინმე ჩათვალოს, რომ თითქოს მე ვარ იმედგაცრუებული კაცი, რომელიც ახლა ფიქრობს, რომ ის დრო შაშკინის დრო ჯობდა. არავითარ შემთხვევაში. ეს იყო მაპატიეთ უხეშობისთვის ნაძირლების პარპაშის დრო, რომელიც საბედნიეროდ დასრულდა. მაგრამ როდესაც ამ ადამიანებმა, რომლებიც თავს თვლიან პოლიტიკურ ნიშნით გათავისუფლებულებაც, მიმართა შესაბამის კომისიას, რომელიც შეიქმნა სამინისტროში, არც ერთი პიროვნების მიმართ არ არის დამდგარი შედეგი ჯერ. და მე წამოვიღე საგანგებოდ დოკუმენტი, უკაცრავად სამჩა, რომელიც მივიღე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მეც და სხვებმაც და იკითხავენ გარკვეული დოკუმენტაციის ჩამონათვალს, რომ ასე ვთქვათ, სერიოზული განხილვა დაიწყოს პიროვნების ამ საქმის და იქ არის ერთი დოკუმენტი, რომელსაც ითხოვს სამინისტრო და რომელსაც თამამად ვამბობ, რომ ვერასდროს ვერავინ ვერ წარადგენს. ვერასდროს ვერავინ. კერძოდ არის მოთხოვნა, რომ წარმოადგინოს პიროვნებამ ცნობა, რომ ის არის გათავისუფლებული პოლიტიკური ნიშნით. ეხლა ამიხსენით, ვინ მომცემს ამ ცნობას? ნაციონალური მოძრაობის ოფისს მივაკითხო, მერაბიშვილს თუ შაშკინი ვეძებო თუ არ მოძებნო, ამას მე ვინ დამიწერეს და ვინ მომცემს. ბუნებრივია, ხო? ეს აბსურდია ამის მოთხოვნაც კი. მე მინდა მივიმართო კომისიას, რომელიც მუშაობს სამინისტროში, რომ საერთოდ იმ დოკუმენტების მოთხოვნაც კი, რომელიც მოპოვებაც რეალურია და წარდგენა შეიძლება. მე მიმაჩნია, რომ არის სრულიად ზედმეტი და რატომ? ჩვენი პირადი საქმეები და მათ შორის გათავისუფლების ოფიციალური საფუძველიც ინახება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. ამიტომ ამის ცალ-ცალკე პიროვნებების მიერ ამის ხელახლა მოძიება და ამის მიტანა პირადად სამინისტროში დროში ძალიან გაიწერება. მით უმეტეს გავითვალისწინოთ, რომ ასეთი ადამიანები ყველა თბილისში ხომ არ ცხოვრობთ, არა? არიან რაიონებშიც. ბუნებრივია, მათი აქ ტრანსპორტირება არა მარტო დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, არამედ დაკავშირებულია დროსთან, რომელიც უკვე გაიწერდა, მე თუ მკითხავთ, იმიტომ რომ უკვე 3 თვე შესრულდა, 3 თვეს გადაცდა უკვე რაც კომისია მუშაობს და არც ერთი პიროვნების მიმართ არ არის დამდგარი შედეგი. არ არის აუცილებელი ჩემს მიმართ იყოს. შეიძლება სულაც უარი მითხრან და ჩათვალე, რომ შენ არ ხარ პოლიტიკურად რეპრესირებული, მაგრამ დავინახო, რომ სხვის მიმართ დადგა შედეგი. აი ხე მე ძალიან საინტერესო ფაქტი უნდა მოვიტანო, ეს მოხდა 2010 წლის ნოემბერში, მაშინ მიმდინარეობდა თბილისში, როგორც გახსოვთ, საპროტესტო აქციები, ანტისახელმწიფო აქციები და 140 ეს ფაქტი სხვა შორის ძალიან კარგად ადასტურებს რა უზნეო მეთოდებით მოქმედებდა შაშკინის დროინდელი ხელმძღვანელობა სამინისტროს. და
ამ ერთ-ერთ აქციაზე აღმოაჩინეს სპეცსამსახურებად დააფიქსირეს თბილისის 159 საჯარო სკოლის ერთი თუ რამდენიმე აღარ მახსოვს მოსწავლე. დაუყოვნებლივ დაიბარეს განათლების სამინისტროში სკოლის დირექტორი ქალბატონი მაია გიორგაძე და მოსთხოვეს დაეწერა განცხადება. რატომ იყვნენ მისი მოსწავლეები საპროტესტო აქციაზე. მაია გიორგაძემ კატეგორიული უარი განაცხადა ამის შესრულებაზე. ამის შემდეგ სამინისტროში დაიბარეს მაია გიორგაძის მეუღლე, რომელიც გახდა 152-მერვე საჯარო სკოლის დირექტორი, ვალერიან გიორგაძე. და სთხოვეს ასე ვთქვათ მოერჯულებინა თავისი მეუღლე. ვალერიან გიორგაძემაც ამაზე უარი განაცხადა. და შედეგად მეორე დღეს ზუსტად ერთდროულად წუთებშიც კი თითქმის ემთხვეოდა, ერთდროულად ორივე სკოლაში შევიდა გენერალური ინსპექცია. იმ სკოლაში სადაც იყო ქალბატონი მაია დირექტორი და იქ სადაც იყო ბატონი ვალერი. რა თქმა უნდა ორივეს ამ გენინსპექციის დასრულებით და 1000 სიბინძურის და 1000 უზნეო მეთოდების გამოყენების შედეგად რა თქმა უნდა დაატოვებინეს ორივე სამსახური. მაგრამ საინტერესოა ერთი ფაქტი. რომ ყველა აბსოლუტურად გამონაკლისის გარეშე ყველა გათავისუფლებული დირექტორის ადგილას ინიშნებოდა ან ყოფილი მანდატური ან ნაცმოძრაობის აქტივისტი. ხშირ შემთხვევაში ორივე იყო კაცი, მანდატორიც იყო, ამავე დროს ნაცმოძრაობის კოორდინატორი ან ზონის უფროსი ან აქტივისტი ან რაღაც იყო აუცილებლად. სხვა შემთხვევა, რომ დაენიშნათ ნეიტრალური სხვა ადამიანი, სხვა პროფესიონალი, ეს თემა არ ყოფილა. მანდატორის სამსახურმა კი, რომელიც წარმოადგენს მერაბიშვილ შაშკინის ერთობლივ პროექტს, მანდატორის სამსახურმა თავი დაამახსოვრა პედაგოგებსაც და მოსწავლეებს, როგორც უზნეო სამსახურმა, რომელიც რეალურად შექმნილი იყო არა იმისთვის, რომ ხელი შეეწყო სკოლებში ასე ვთქვათ დისციპლინის და ასე შემდეგ დაცვისთვის. არა, მათი რეალური ფუნქცია გაახალდათ პედაგოგებისა და დირექციის პოლიტიკური თვალთვალი, რის შესახებაც ისინი ყოველი დღის ბოლოს გადასცემდნენ ინფორმაციას სათანადო სამსახურებს. თავის სამსახურსაც, განათლების და მეცნიერების სამინისტროსაც და მე ხაზი მინდა გაუსვა, ერთ-ერთი მანდატური გამომიწყდა კიდეც, იმიტომ რომ მეტანაკლებად წესერი ადამიანები იქაც ხომ იყვნენ და მომცა ასეთი ინფორმაცია, რომ ისინი ყოველდღე, აბსოლუტურად ყოველდღე საღამოს იყვნენ დაბარებული, რათა მიეტანათ ინფორმაცია, თუ რა პოლიტიკური შეხედულებების გახდათ სკოლაში დირექტორი და რამდენად ჯანსაღი, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში პოლიტიკური განწყობილებები სუფევდა სკოლაში. უფრო მეტი არ ვიცი ხა მე რომ არ დამეჯეროთ ხა ისეთ ფაქტს გეტყვით რომ არ დამეჯეროთ არ მეწყინება იმიტომ რომ ეს მე არ გადამხდენოდა და ვინმეს მოეყოლა შეიძლება მე არ დამეჯერებინა მაგალითად მე მომთხოვეს სამსახურიდან გამათავისუფლებინა დამლაგებელი და ამის მიზეზი გახდა სასაცილო სატირალი რო არ იყოს რატომ მეთქი რასაშევებს ეს ახალგაზრდა ქალი მოდის გვიზმინდის ხომ მის დედამთილს მეზობლებში რაღაც ულაპარაკია სააკაშვილზე გამოუხატავს რაღაც უკმაყოფილება მის დედამთილს რომელიც არის მოხუცი და რა თქმა უნდა მის გათავისუფლებაზე სასტიკი უარი განაცხადე მე თამამად შემიძლია ვთქვა რომ პოლიტიკურ ნიშნით ჩემი დირექტორი და რაც თავარია ხმამაღლა ვაცხადებდი ვიდრე მე მქვია დირექტორი პოლიტიკურ ნიშნით არც ერთი პედაგოგი არც ერთი თანამშრომელი არ იქნება გათავისუფლებული მე თამამად შემიძლია ვთქვა ისიც რომ მე შევასრულე მე წამოვედი, მაგრამ ჩემი ხელით, რა თქმა უნდა, მომختარა ჩემ დროს მასწავლებლების გათავისუფლება, მაგრამ სხვა მიზეზით თქვა, თან საათები არ იყო საკმარისი ან რაღაც, მაგრამ პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას რაც შეეხება, ან ნაცმოძრაობის მოთხოვნით, ან რომელიმე სხვა სპეცსამსახურის მოთხოვნით, მე არც ერთი თანამშრომელი არ გამითავისუფლებია, ამ ხრივ შემიძლია დავით რაბახო, თუ რამე სატრაბახო უნდა იყოს ამაში 21 საუკუნეში. არა, მივმართეთ და ჩვენ მივიღეთ. რა არის თქვენი მოთხოვნა? იცით რა არის განათლებისა და მე მოუწოდებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომისიას ჯერეთი დააჩქაროს მუშაობის ტემპი, იმიტომ რომ ათასობით ადამიანია ასეთი, ათასობით ადამიანი, რომლებიც სხვათა შორის ძალიან მცირე ნაწილმა ამ ათასობით ადამიანს ძალიან მცირე პროცენტმა მოახერხა ამ პერიოდში რაიმე გამოსავალი მოეძებნა შემოსავლის თვალსაზრისით. მათი 95% დარჩენილია ლუკმაპურის გარეშე. ამიტომ ასეთი ნელი ტემპით ჩვენ ფაქტობრივად იმ მუშაობით იმ ადამიანებს ფაქტობრივად ჩვენ წირავთ. რაღაც გამოსავალი უნდა მოიძებნოს. მაგალითად, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი ამ კომისიის წევრები თითქმის ყველა, როგორც მე ვიცი ყველა, ამავე დროს დაკავებულია სხვა საქმითაც. აქ მუშაობენ ისინი საზოგადოებრივ საწყისებზე, ხომ? იქნებ მოხერხდეს, რომ ეს კომისიის წევრები, ამ კომისიის წევრები გათავისუფლდნენ იმ ეს დროებითი კომისია მართალია, მაგრამ ამ პერიოდში გათავისუფლდნენ ყველა სხვა საქმიდან, მიეცეთ რაღაც ანაზღაურება, რომ მთლიანად დაკავდნენ ამ პრობლემით.
რადგან ეს არის ძალიან რთული თუ პრობლემა. კარგად მივხვდით, თქვენი მოთხოვნა არის, რომ კომისიამ დროულად შეისწავლოს დროულად შეისწავლოს ყველა მათ შორის თქვენი. რა თქმა უნდა. მე კიდე მინდა გავიმეორო, ეს მე რომ ვიყო ასეთ წრეში, მხოლოდ მე ხმას არ ამოვიღებდი და არც თქვენი ყურადღებით არ ვისარგებლებდი და არც აქ ვიჯდებოდი დღეს. თქვენს გარდა თუ მე ზუსტად გამიჭირდება ამის თქმა, მაგრამ ძალიან ბევრი. ათასობით არის ხა, მე გამიჭირდება ეს თქმა, ათასობით. და ამ თვეების მანძილზე ერთის მიმართ მაინც რომ იყოს დამდგარი შედეგი, მე ვიმეორებ, მე ახლა აქ არ ვიქნებოდი და თქვენი ყურადღებით არ ვისარგებლებდი. თქვენს დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. გაიჩიშა